მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მის სენტ-ეტიენს უმაღლეს დივიზიონში დაწინაურების შანსი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და მოსალოდნელია რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველი შემტევი გუნდს დატოვებს. ზურიკოს რამდენიმე მსურველი ჰყავს და ერთ-ერთი მათგანი ბენფიკა. პორტუგალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, არწივები მისით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. ადგილობრივი ჟურნალისტიკისა და კომენტარის ლუის პინტუ კოლეიოს ცნობით, ბენფიკა სენტ-ეტიენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კოლეიოს ცნობით დავითაშვილის სატრანსფერო სავარაუდო ღირებულება 12-დან 15 მილიონ ევროდე იქნება. ბენფიკა ახალ მთავარ მწვრთნელს ეტებს, რომელიც დიდი ალბათობით მარკო სილვა გახდება. არწივები სწორედ მის დანიშნულობებიან და თუ სილვასგან ზურიკოს თაობაზე დასტური მიიღეს, ტრანსფერს ბოლომდე მიიყვანენ. ცნობისთვის ბოლო დღეებში დავითაშვილი თურქულ კლუბებს ბეშიქტაშსა და ტრანსბოსპორს დაუკავშირეს. ტრანსფერ მარკეტზე ქართველი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 12 მილიონი ევრო გახლავთ. ვილიარეალის ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ტოტენჰემს კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. დეზების ინტერესის შესახებ ზამთარშიც იწერებოდა, თუმცა ლონდონელებს ყვითელ წყალქვეშა ნავისთვის წინადადებით არ მიუმართავთ. ფიჯაესის მიხედვით მიქაუტაძის წარმატებულმა თამაშმა პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის ყურადღება მიიპყრო. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ტოტენჰემია და დეზები გიორგის შეტევის გაძლიერების იდეალურ კანდიდატად მიიჩნევენ. ფიჯაესის ინფორმაციით ტოტენჰემის 60 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზებას ამზადებს და ვილიარეალს ზაფხულში დაუკავშირდება. ოდნავ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტი ეკრემ კონური. კონური ადასტურებს, რომ მიქაუტაძე ტოტენჰემის რადარზე იმყოფება, მაგრამ აცხადებს, რომ ლონდონელები მზად არიან დაახლოებით 35 მილიონი ევრო გადაიხადონ. ვილიარეალი მოლაპარაკებების დასაწყება დღეა და ამ ეტაპზე ტოტენჰემის კონკურენტების ვინაობა არ სახელდება. ზამთარში დაიწერა, რომ ყვითელ წყალქვეშა ნავს მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს მიღება სურს. ეს თანხა კი პრემიერ ლიგის წარმომადგენლებისთვის გადაულახავი პრობლემა არ უნდა აღმოჩნდეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ალისონ ბეკერი იუვენტუსში გადავიდოდა, თუმცა ბოლო ცნობებით აღნიშნული ტრანსფერი არ შედგება. სულ ცოტა ხნის წინ იტალიურმა ავტორიტეტულმა გამოცემა ლა გაზეტა დელა სპორტმა მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. წყაროს ცნობით იმ შემთხვევაში თუ ალისონი ტრანსფერი გამოირიცხება, ტურინული კლუბი მამარდაშვილის იჯარის წესით გადაბირებას შეეცდება. 2027 წელს კი როცა ალისონის კონტრაქტი ლივერპულთან ამოიწურება, ბებერი ქალბატონები მას თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს, ხოლო მამარდაშვილი ლივერპულში დაბრუნდება. ცნობისთვის ალისონის წასვლის შემთხვევაში არის შანსი, რომ მამარდაშვილს რეგულარული სათამაშო დრო მაინც არ მიეცეს. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში წითლებს დიეგო კოშტას უკავშირებენ და შესაძლოა ალისონის შემცვლა სწორედ ის მოიყვანონ. ბრაზილიას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურება. ბოლო დღეებში სულ უფრო აქტიურად იწერება რეალ მადრიდის პრეზიდენტის ფლორენტინო პერეზის უკანასკნელი ინტერვიუს შესახებ. მადრიდელთა თავკაცმა უახლოეს მომავალში ბომბა ტრანსფერის განხორციელება დააანონსა, თუმცა კონკრეტულად მოთამაშის სახელი არ დაუსახელებია. პერესი: სამშაბათს ჩვენ გავაკეთებთ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ შეთავაზებას, მინიმუმ 150 მილიონ ევროს ჩემპიონთა ლიგის გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ. ის კრისტიანო რონალდუსა და რიკარდო კაკას დონისაა. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელია, მცველი არაა, პრემიერ ლიგაში არ თამაშობს და არც მაიკლ ოლისეზე და ჰარი კეინზეა საუბარი. მადრიდში ყოველთვის მეტი გვინდა. ინტერვიუებიდან მოყოლებული უცხოურ პრესაში ვარიანტების სია არ წყდება. ფეხბურთელები, რომლის სანაცვლოდაც ფლორენტინო პერესი მადრიდის რეალის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში 150 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს, მაიკლ ოლისია. ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა ზილ ტელეგრაფი წერს.
თუმცა ავტორიტეტული გამოცემა Team Talk-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე ყველაზე დიდ გამოწვევად პარიზული კლუბის მის გაყიდვაზე დაყოლიება რჩება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშის დაკარგვა არ სურს და არც ფინანსურ წნეხს განიცდის იმისთვის, რომ წინადადებები განიხილოს. ამ დროისთვის რეალთან დაკავშირებით მთავარი ამბავი კლუბის საპრეზენტაციო არჩევნებია. თუმცა წყაროსნობით კვარაცხელია სწორედ ის სუპერვარსკვლავია, რომელიც პერესის ამბიციური გეგმების ცენტრშია. Team Talk-ი, მაიკ ლოლისი, ჰარი კეინი, ერლინგ ჰოლანდი, ჟერემი დოგუ და ვიტინია პოტენციურ სამიზნეებად დასახელდნენ. თუმცა Team Talk-ისთვის კლუბთან დაახლოებული სანდო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ PSG-ს სუპერვარსკვლავ გარემარბზე ხვიჩა კვარაცხელიაზეა საუბარი, რომელიც სწორედ ის ფეხბურთელი აღვიძეს კლუბის შიგნით მსჯელობენ. პოტენციური ტრანსფერისთვის გარკვეული ნიადაგი უკვე მომზადებულია. მოლაპარაკებები უკვე გაიმართა და მადრიდული კლუბის მმართველობის გარკვეულ წრეებში დარწმუნებულნი არიან, რომ 25 წლის ფეხბურთელი მზად იქნება ესპანეთის დედაქალაქში გადასაბარგებლად. Team Talk-ის ცნობით, თუ კვარაცხელიას რეალში ტრანსფერი შედგება, ვინისიუსის გაყიდვის ალბათობა მკვეთრად გაიზრდება. კვარაცხელიას პოტენციურმა ტრანსფერმა შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანოს ვინისიუს ჯუნიორს. ბრაზილიელს კონტრაქტის ამოწურვამდე ამჟამად მხოლოდ 12 თვე აშორებს და მისი გრძელვადიანი მომავლის გარშემო კვლავ გაუკვირდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების განახლებაზე მუშაობა გრძელდება, კიდევ ერთი ელიტური მარცხენა შემტევის მოსვლა გარდაუვალ გაზრდის ზეწოლას ვინისიუსის პოზიციაზე გუნდში. წყაროები მიუთითებენ, რომ კვარაცხელიას ტრანსფერზე აქტიური მუშაობა მხოლოდ გააძლიერებს იმ ვარაუდებს, რომ რეალმა შესაძლოა ვინისიუსის გაყიდვით სარგებელი ნახოს, ვიდრე გარისკოს მისი უფასოდ გაშვება 1 წლის შემდეგ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებას ზრდას განაგრძობს. ავტორიტეტული საფეხბურთო პლატფორმის ტრანსფერმარკეტის განახლებული მონაცემებით ფასები გაიზარდათ გიორგი მიქაუტაძეს და გიორგი წიტაიშვილს, რამაც საქართველოს ნაკრების საერთო ღირებულებაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მიქაუტაძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ადრე 28 მილიონ ევროთ იყო შეფასებული. ახლა კი მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონ ევრომდე გაიზარდა. სატრანსფერო ფასის მატება შეეხო გიორგი წიტაიშვილსაც. მესში ჯარით მოთამაშე ქართველმა გარემარბა სეზონის განმავლობაში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. სტაბილური თამაშის შემდეგ მისი ღირებულება 2,5 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ფეხბურთელების ინდივიდუალურმა პროგრესმა საქართველოს ნაკრების საერთო საბაზრო ღირებულებაც რეკორდულ მნიშვნელობამდე აიყვანა. ტრანსფერმარკეტის მონაცემებით ჯვაროსნების შემადგენლობა ამჟამად 258,10 მილიონ ევროდ არის შეფასებული, რაც ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ შედეგით საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ეროვნულ გუნდებს შორის 27 პოზიციას იკავებს, რაც ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის პროგრესის კიდევ ერთი ნათელი დასტურია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვნად გაიზარდა ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებას. პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავის სატრანსფერო ფასი 90 მილიონი ევროდან 140 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რის შედეგადაც ის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად იქცა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეოს ამ ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგაუწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.